მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ პროცესის მხარდასაჭერად. უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ პროცესის მხარდასაჭერად. საქართველოში გარეთ დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, მათ შორის ევროპელი ელჩებისგან ვხედავთ წამახალისებელ ნაბიჯებს. ჩვენ ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ. ვერაფერს მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძემ მოუწოდა ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სიძულვილის დასრულება. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია. ელჩებიც ძალიან ხშირად არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან. ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას, განაცხადა კობახიძემ. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომლის თანახმადაც ის მზად არის, რომ არალეგალური მიგრაციის რისკების შესამცირებლად უვიზო მიმოსვლა შეზღუდოს ან შეაჩეროს, მათ შორის საქართველოსთანაც. მისი თქმით, ევროკავშირში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გადაწყვეტილებებისა და კანონების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. საქართველოს პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩია. როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, ის თქვენი სამსახურისთვის უცხო არ არის. აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგი რიგ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურის ინტერესის სფეროში. არაერთი საქმე ყოფილა, რომელიც თქვენი სამსახურის მიერ გამოვლენილა და შემდეგ უკვე პროკურატურიდან ყოფილა ამაზე რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას, თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი გაბიტაშვილის პროფესიული გამოცდილება აუდიტის სამსახურს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება. უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გავმართეთ ჩვენს უნგრელ კოლეგა ბატონ პინტერთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა არსებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგებზე. ასევე განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას, განაცხადა გელაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრელ კოლეგას შანდორ პინტერთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათა შორისი კომისიის ხდომაში, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს, განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ბუდაპეშტში საქართველოს უნგრეთის მთავრობათა შორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტო შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შეხვედრაზე ყურადღება გამოხულდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუდაპეშტში მთავრობათა შორისი სამიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში შეთანხმებების გაფორმება სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მტკიცე ინსტიტუციურ საფუძველს შექმნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის. ამავე კონტექსტში აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მნიშვნელობაც, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის ეფექტური ფორმატია. მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ამ და სხვა სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას. ყვარელში ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. არსებული ცნობებით მიკროავტობუსში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადგილზე პოლიცია, სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო სამსახური ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას. გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის ბარათებთან ერთად შესაძლებელი იქნება QR კოდების მეშვეობით მობილური ტელეფონის გამოყენებით აღსაზრდელის ბაღში შესვლის და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ. სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლით გადაამოწმოს. განაცხადა კახა კალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერსი ავრცელებს, რომლის ცნობითაც არეულობა, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოყვა, ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ნაწილში მესამე ღამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მოვლენების ეპიცენტრში ქალაქ ბალიმენაში სიმშვიდე იყო. პოლიციამ ბალიმენაში გზები გადაკეტა, ხოლო ახალგაზრდებმა პოლიციის ოფიცრებს ეგრეთ წოდებული ბენზინის ბომბები და ქვები ესროლეს. არეულობის შედეგად საცხოვრებელი სახლები, კერძო ბიზნესები და ავტომობილები დაზიანდა. პოლიციის თქმით, გამოძიება რასობრივად მოტივირებული სიძულვილით ჩადენილ თავდასხმებზე მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან შეტაკებების შედეგად 17 პოლიციელი დაშავდა, ხოლო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. სამხრეთ აფრიკაში დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 59 ადამიანია მსხვერპლა. როგორც CNN-ი წერს, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთა სასკოლო ავტობუსი ექსტრემალური ამინდის დროს წყლის უეცარმა მოვარდნამ წაიღო. შემთხვევის მომენტში ავტობუსში მძღოლი და 10 ბავშვი იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, სტიქიის გამო აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში წყალდიდობამ ასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ამ დრომდე ასობით სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეზღუდულია გზებზე გადაადგილება. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს. როგორც როიტერსის სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით იუწყება, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც ის კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს განიხილავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რათა მან თავი დაიცვას და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. განაცხადა პისტორიუსმა გამგზავრებამდე. როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო მხარდამჭერია. ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა. ამის შესახებ CBS News რამდენიმე წყარომ განაცხადა. გამოცემის ცნობით შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა. პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატების პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გახავთ, რომ ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.